ნება მიბოძეთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმრად მოვიწვიო ტელეიმედის გახმაურებული მეგაპროექტის ვინ არის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული მონაწილე ბროწეული, რომელიც აღმოჩნდა შესანიშნავი მომღერალი ჩვენი გულითადი მეგობარი მარიკო ებრალიძე. ბროწეული ვიჩვენებდა ესე. სალამი. გია ვერ გავამართლე იმედები რა ვქნა. თუმცა იმედი მქონდა რომ ფინალში ვიქნებოდა თან ჩვენი დუეტის მერე. მადლობა. მართლაც იცი რა საბოლოოდ მართლაც ყველაფერი ჩაივლის ხოლმე და რჩება რა რჩება საბესტილება და საბესტილება შენმა პერსონაჟმა დატოვა შესანიშნავი. ნამდვილად რომ ვაკვირდები ახლა ემოციებსაც ვკითხულობ კომენტარებს ალბათ რა ვიცი არცად არ წამიკითხე ჩემი კომენტარები აქ მაინც ისე ჩაუჯექი და ყველა გამოსვლა ნუ ასე თუ ისე ყველა გამოსვლის შემდეგ კომენტარებს გადავავლე თვალი და ყველას თქვენი ეთერით და თქვენი გადაცემის საშუალებით მინდა რომ მადლობა ვუთხრა ასეთი სიყვარულისთვის და ნამდვილად ღირდა თუმცა ადრე რო გამოვარდნილიყავი ძალიან დამწყდებოდა გული ეხლაც ძალიან დამწყდა გული თუმცა ის ემოციები ის სიყვარული რაც ხალხისგან დავიმსახურე ძალიან დასაფასებელია და ალბათ ყველაზე მთავარია ჩვენი პროფესიის ადამიანისთვის და ბროწეულისთვის. ნამდვილად გეთახმები და მადლობა მაყურებელს. მადლობა, ნამდვილად, დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი იყო შენი გამოსვლა, ყველა მინდა გითხრა და როდესაც გადაწყდა და შემომითვალეს რომ ბროწეულთან უნდა გქონდესო შენ პერსონაჟ დუეტი. მანამდე ხო არ მომესმინე შენ. და ისეთი მუხტი მოდიოდა და იმდენად აი ცხადა ჩანდა რომ აქ ვიღაცა ძალიან მაგარი პროფესიონალი მაინც ვერ დავმალე თავი. მაინც არ გამომივიდა. გამოცნობით ვერ გამოგიცნეს მე როგორც ვიცი ხო? მაგრამ იცი რა არის შენ გურული ხარ წარმოშობით. მე დედა მყავს გურული და რა ვქნათ ახლა დავაყაროთ ქოქოლა გურულად ოთან ტატუშისო დავაყარე სადაც ხდება იქ ვაყარი ქოქოლას არ ვინდო არსად არ ვინდო აუ მე კიდე იმის იმედი მქონდა რომ მართლა შესანიშნავი ფინალისტები იყვნენ სხვების და ეგება და შანშანდელი პრეცედენტი გამეორებულიყო და შენც აღმოჩენილიყავი ფინალში კონსულტაჟი ჩავთვალოთ რომ იგივე ეხლა მაინტერესებს ჯერდი ისე მოიწონა ჩვენი დუეტის მაყურებელმა მეგონი მართლაც არ გამოვიდა ურიგო საოცარი იყო ძალიან მაგარი იყო მე მგონი აზრს არ არის მოკლებული რომ ჩავწეროთ დუეტი ყველანაირი ნიღბის გარეშე დიდი სიამოვნებით მოიწე მიხედავ მაგას დაახალწლეს ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო მე მხოლოდ გამიხარდება ძალიან დიდი მადლობა მართლა საინტერესო იქნება და ბროწეული და კენგურო კიდე ახალ ამბებს შემოგთავაზებთ აქ გავაკეთოთ ჩვენ შემოგვიყვანოს პრემიერა ახლა ისე რა მინდა კითხო სამ შეკითხვას უსვამ ხოლმე ვინ არის ყველა მონაწილეს ერთი როგორ დაგითანხმეს ხა მეორე რა სირთულეები ქონდა და მესამე მართლა ვერავინ გიცნობს შენს ირგვლივ ანუ ახლობლებში თუ როგორ იყო ესე იგი პირველი კითხვა დათანხმება არ იყო რთული იმიტომ რომ ისე მიყვარდა ეს პროექტი ისე მომწონდა ეს პროექტი და თან მაინტერესებდა ჩემი თავი აი ამ გამოწვევაში და აი ამ რაღაცა საოცარ მოგზაურობაში როგორ გავართმევდი თავს. რა თქმა უნდა, დათანხმების მერე დავიწყე ფიქრი, ვაიმე მეთქი სად მივდივარ რა. ეხლა რეები მელის რა უნდა გავაკეთო და მერე დავიწყე ფიქრი. თავიდან ეგრევე თავით გადავეშვი ამ ყველაფერში. მეორე რაც შეეხება სირთულეები იყო არ ვიცი რა თქმა უნდა ალბათ ყველა კოსტიუმს თავისი სირთულე აქვს, იმიტომ რომ ნამდვილად ხალხო ვერ წარმოიდგენთ, ხედველობაც ძალიან რთულია, სუნთქვაც ძალიან რთულია კოსტიუმში. თუმცა მეუბნებოდნენ რომ დაწყარდი მარიკო, საჰაერო გააქვს, აქედან ჰაერი შემოგდის, აი ეს პირის ადგილიდან, აი სადღაც აი ესე ვხედავდი, მაგრამ ასე მეუბნებოდნენ მე, მაგრამ მაინც იყო. არაფერი არ ჩანდა, ნუ ჩემთვის რაღაცა ესეთი კერკეტი კაკალი მეგონა თავი, მაგრამ ისეთი მშიშა რა აღმოჩნდი აი ამ პროცეულში იმაში რომ ჩავჯექი რომ ნამდვილად რაღაცა თავიდან აღმოვაჩინეთ ჩემი თავი, იმიტომ რომ ყოველი სცენაზე გასვლა იყო რაღაცა გამარჯვება საკუთარ თავზე, გამარჯვება იმ შიშზე რომ მოუკვდებოდი, იმიტომ რომ გაფრთხილებული მყავდა. ყველა მეთქი თუ სადმე დავეცი, ან ცუდად გავხდი, მომხედეთ მეთქი, იმიტომ რომ მე მითხრა ჩემმა პროდიუსერმა სალმემ რომ აი ესე აჩვენე ხელებიო და იქ ყველა მოგხედავთო. ქართული მოძრაობები ქონდა ხან როიალზე დაწიფი და არ ჩერდებოდი. ოღონდ ეს ძალა საიდან მეძლეოდა ნამდვილად ვერც ამოუხსნელი ფაქტორია, იმიტომ რომ ბოლოს უკვე მეუნა აღარ გვინდა ამდენი ხტუნაობა გაჩერდი მარიკო სადღაც დაწყნარდი ზოსიმე ესე მიყვიროდა ხოლმე აჩიკო სოლოღაშვილი ერთი საოცარი ამბავია პირველი ჩაწერის დღე არის
რეპეტიცია გავლილი მაქვს, ყველაფერი წარმატებულად, საოცრად, ვის ყველაფერი წერტილები, მოძრაობები, სინქრონი, ყველაფერი გავაკეთე და ჩაწერის ის წამებია უკვე ამომიყვანეს, დამაყენეს პედესტალზე და ამ ჩემი ცანცარის შედეგად, ესე ავიქნიე ხელიფეხები და გადავეშვი ამ რაღაცა პედესტალიდან. მთელი ამ შენი ბროწეული, ოღონდ ისე მინდოდა ამოხარხარება, ნუ მადლობა ღმერთს გადავრჩი და არაფერი არ მომივიდა, მაგრამ ხარხარი მინდოდა და ხო ვიცი რომ ხმა არ უნდა ამოვიღო და ესე ხო წევარ მეთქი ხა ავდგე დროზე, თორე ამათ შეეშინება თან გაფრთხილებული მყავს რომ ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავ, ჰაერი არ მყოფნის და ყოველი კოსტუმის ჩაცმა იყო, ნუ ესე ნახევარ ლიტრიან წყალს ესე ვისხავდი სახეზე, თმაზე, კეფაზე, კისერზე, რომ ცოტა რაღაცა ჰაერი თუ მომხდებოდა, რაღაცნაირად სუნთქვა შემძლებოდა, რომ წამოვხდი და დავიწყე ხელების ფარტყური და აი ესე ვიჯექით მთელი სტაფი, რომ ახტიოდა, რომ წამოხტიო და ხელების და ფეხების ქნება, რომ დაიწყევ, აუ ესო მოიგებსო, ეგ ისეთი არისო, ესო უეჭველი მოიგებსო, მაგრამ ნუ აი ესე ვინ არის თვითონ აი ეს სეზონი ვერ, მაგრამ მაყურებლის გული ნამდვილად მოიგო შენმა პერსონაჟმა და გილოცავ ამას პირველ რიგში. ეს იყო მთავარი და ის დამავიწყდა მე თქვა ოჯახის წევრებს ვის ამბავი. არც ერთმა არ იცოდა, მეუღლეს არ უთხარი, იმიტომ რომ სადღაც უეჭველი იტყო და მე იმიტომ რომ სიხარულით ვერ მოიწვიდა და სადღაც წამოაღრანტალებდა ამას. ოჯახის წევრებს იმიტომ არ უთხარი, რომ ერთისთვის რომ მე თქვა მე ყურებას დაიწყებდა და მეორე მიხვდებოდა ამას რატო უყურებ შენო რა ხდება მარიკო ხო არ არისო და ეს გამოძიების ამბავში უეჭველი მიხვდებოდნენ და აი ბოლო წუთებში როცა გაგდების დრო იყო, მან მივწერე, რომ გადართეთ იმედზე მეთქი რა და რომ გადართეს და ვინ არის იყო, რომელი ხარ დაიწყეს ეგრევე რეპები. მე ჩემი და მიხვდა, რომ აი ისე მოძრაობდიო 3 წლის მარიკო იყავიო, აი ისე მოძრაობდიო ბროცო. აი მან იყავიო, აი 3 წლის როგორიც იყავი, ისეთი იყავი ეხლაო. მარიკო გილოცავ სული და გული და აი მართლაც გამორჩეულ და ისე წარმატებულ გამოსვლას გილოცავ დამდეგშობა ახალ წელს. ნახალ წლებს მივხედავ ჩვენ ახალ დუეტს. დიდი სიამოვნები. და მანამდე მე კი ვახსენე რომ ჩვენი დუეტი მოიწონა მაყურებელმა, მაგრამ მოიწონა მართლაც და ძალიან ფართო აუდიტორია მოღონდაც პროექტისა ვინ არის, მაგრამ ჩვენი შოუს მაყურებელს არ უნახავს. აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ. სწორედ ამიტომ მოდი შევთავაზოთ ახლა ჩვენი შოუს მაყურებელს ჩვენი მონატრებული დუეტი. კი ბატონო, ბროწეულისა და კენგურუს. City girl with the diamonds in her shoes. She walks around like she's got nothing to lose. And she's a go-getter. She's everybody's type. She's a queen of the city, but she don't believe the hype. She got an all elevation, holy motivation. So I wrote some letters sounding big, bold talk. I got a faith in you, baby. I got a faith in you now. And you be such a good friend to me. Know that I love you somehow. I got you, hallelujah. I got a faith. See the boy with the steamy one is right. Ain't gonna go get her. Is everybody tight? Gonna make it my mission, make it feel alright. Here's a 12-on tape. Just said it because I could see all night. I got a faith in you, baby. I got a faith in you now. And it means such a good friend to me. Know that I love you somehow. I met you, hallelujah. I got a faith. Yes, I do.